თეატრს პატარა ერთგული მაყურებელი ესტუმრა. პირველი და მეორე საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები რეჟისორ კახა გოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლის მაგნატუნა დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. სულ მალე სცენა მათთვის საყვარელმა გვირებმა დაიკავეს და პატარებს ზღაპრული სამყაროს კარი გაუღეს. მაგნატუნაში ვთამაშობ დედოფლის როლს. ჩემი პერსონაჟი არის ძალიან პანიკიორი, ესეთი პრანჭია, მეტი ჩარა და უყვარს ტრაგედიების შექმნა. ზღაპარი დროზენმეიერის იგივე დროსის თავგადასავალს გვიამბობს. მოქმედება თავდაპირველად მეფე ფრიდრიხ ჯმუხის სასახლეში ვითარდება. მისი ბინადრები ახალი წლის შემოსვლისთვის და საახალწლო მეჯლისისთვის ემზადებიან. თუმცა მათ მხიარულებას ტერი გაუჩნდა. 12 საათამდე 1 საათით ადრე სასახლეს თავს თაგვები დაესხნენ და საახალწლო ზეიმის ჩაშლა შეეცადნენ. დროსი მახინჯ მაგნატუნად გადააქციეს და სასახლის ბინადრები დააძინეს. საყვარელი პრინცესას გადასარჩენად მაგნატუნა მეგობარ ბაზელ ბუზელთან ერთად ჯადოსნური კაკალი კრაკადუკის საძებნელად დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას იწყებს. როგორც კი თაგვებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი სათაგურის გამოშური იძიონ, მოაჯადოვეს ჩემი მეგობარი მაგნატუნა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით, უკვე იძულებული ვიყავით, რომ წავსულიყავით მოგვეძებნა კაკალი კრაკადუკი და ისე გაგვეღვიძებია მოჯადოებული პრინცესა და წავედით და დანარჩენი მთელი თავგადასავალი გადახვდა ამ კაკლისა და პრინცესის გასაღვიძებლად. კაკალი კრაკადუკის ძიებაში მეგობრები ფინიკთა სამფლობელოში ხვდებიან. I'm the king of the rumba beat. When I play the man, I go chick chicky boom, chick chicky boom. Yes, sir, I'm to the beat. I'm the crazy magnetic street. When I run to that family, goes chick chicky boom, chick chicky boom. შემდეგ ინდოეთში ნუშის პრინც შეხვდნენ. მოინახულეს ბრძენი ფილოსოფოსები. საბოლოოდ კი ჯადოსნური კაკალი დროსის მზარეულ ბიძასთან აღმოჩნდა, რომელმაც კრაკადუკი მისსა და მაგნატუნამ საყვარელი პრინცესა და მთელი სასახლე მარადიული ძილისგან იხსნა. მალე ყველა მიხვდა, რომ მაგნატუნა მათი მეგობარი დროსი იყო. პრინცესას ჯადოსნური კოცნის შემდეგ დროზენმეიერი ისევ ლამაზ პრინცად იქცა და ყველამ ერთად ახალი წლის შემოსვლა იზეიმეს. ყველაზე ძალიან მომეწონა მე, როდესაც პრინცესა იპოვა პრინცმა და ძალიან მომეწონა ეს მომენტი კიდევ, რომ გაფრინდნენ ისინი და კარგი მსახიობები იყვნენ და ბერჯერ მოვალ ხოლმე აქ ძალიან მომეწონა. პრინცმა გააღვიძა ფირქია და ეს ძალიან მომეწონა მე. ფინიკებიც მომეწონა. მე ძალიან მომეწონა სპექტაკლი. ძალიან გავერთე და ძალიან მომეწონა. ხშირად მოვალ ჩემ მეგობრებთან ერთად. ამბის ბედნიერ დასასრულს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებიც ზეიმობდნენ. მე უყურე მაგნატურას და ძალიან მომეწონა. დავასწარე ძალიან ბევრი სხვა წარმოუდგენებს, ძალიან ვისიამოვნე იმათსედაც და ძალიან მომეწონა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის და ჩემი პატარებისათვის. დღეს ჩვენ ნახეთ მათი ასაკის შესაფერისი, მაღალ დონეზე გადაწყვეტილი თეატრალური სანახაობა. ჩვენ გასულ წელს ვნახეთ ყინულის დედოფალი, მის წინ ვარსკვლავ ბიჭუნა, მივესალმები ჩვენს თანამშრომლობას. თეატრალური სანახაობა გაგრძელებას საკლასო ოთახში და სკოლის გარემოში პოვებს ხოლმე. ხშირად ვაწყობთ შეხვედრას მსახიობებთან. ეს პირველი სპექტაკლი არ არის, რომელსაც პირველი და მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაესწრნენ. ისინი თეატრის სხვადასხვა საბავშვო წარმოდგენებზე ხშირად სტუმრობენ. სკოლაში მისულები კი კლასში სპექტაკლის განხილვებს აწყობენ. ბედნიერი ვარ, რომ მე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მაყურებელი მქვია. ეს სიყვარული ჩემი ბავშვობიდან მომყვება და დღეს როგორც პედაგოგი ვცდილობ ჩემ პატარებს შევაყვარო ჩვენი თეატრი და ტრადიციად მოქცეული კოლექტიური სტუმრობა თეატრში და დღევანდელი დღეს ამის ნათელი მაგალითია. სპექტაკლის ხილვის შემდეგ საკლასო ოთახში ვახდენთ მსჯელობას, ბავშვები თავის დადებით ემოციებს გამოხატავენ და ვფიქრობ, ხვალ ჭიათურას ამ ბავშვების სახით ძალიან კარგი მაყურებელი ეყოლება. თეატრის პირდაპირ დანიშნულება
ნებისმიერად მოვალეობაა, რომ იზრუნოს მაყურებლის აღზრდაზე. ესეთი საბავშვო სპექტაკლები მოამზადებს მომავალ მაყურებელს. ამის აუცილებელია, რომ მუდმივად იარონ ბავშვებმა, პატარებმა თეატრში. გეგმოთ, რა თქმა უნდა, მომავალ სეზონზეც აუცილებლად დაიდგმება, განხორციელდება 2-3 საბავშვო სპექტაკლი და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ჩართულობაა სკოლების საჭირო ამ პროგრამაში. აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პატარა მაყურებლისთვის სხვადასხვა წარმოდგენებს სისტემატიურად მართავს.